ახლა კი ჩვენი სამედიცინო რუბრიკის დროა, რომელსაც წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხიური ამაჩქარებელი ეთოსი. დღეს ვისაუბრებთ კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის განსხვავებულ სერვისებზე, რომლებსაც ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს თავაზობს. ჩვენი სტუმრები არიან ბესიქსო კურაშვილი, რადიოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგი და ლაშა გოგინაშვილი, რადიაციული ონკოლოგი, ბრაქითერაპიის სპეციალისტი. მოგესალმებით, ბესო, ლაშა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ დავიწყოთ ესე რომ მოდი ვთქვათ კიდევ ერთხელ რომ რადიოთერაპიის განყოფილება თქვენი ერთ-ერთი მოწინავეა ჩვენს ქვეყანაში, ყოველთვის ფეხს უწყობს თანამედროვე და მსოფლიო ტექნოლოგიებს. რით გამოირჩევით, რაში მდგომარეობს დღეს თქვენი უნიკალურობა? მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. დღეს მართლაც ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის განყოფილებას აქვს შესაძლებლობა ჩვენს მოსახლეობას მიაწოდოს ისეთი დასხივების სერვისები, რომელიც სხვა განყოფილებაში არ ხორციელდება და ესენია მაგალითად ადაპტაციური სხიურ თერაპია, თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზების ჰაიპერაკ სისტემით დასხივება, პროსტატის HDR ბრაქითერაპია და ასევე რამოდენიმე წელია ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ სარძევე ჯირკვლის სხიურ თერაპიას მხოლოდ 5 სეანსში. ზოგადად ჩვენი განყოფილება ცდილობს და ჩვენი მიზანია რომ დაანერგოს ის თანამედროვე სტანდარტები, რაც უკვე დამკვიდრებულია წამყვან ქვეყნებში და საამისოდ ჩვენ შესაბამისი აღჭურვილობაც გვაქვს და სათანადო გამოცდილებაც. აი, როდესაც თქვენ ამბობთ რომ აი წამყვანი ქვეყნები, რომელ ქვეყნებთან მდარდებით, ასე ვთქვათ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმება დასავლეთი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის წამყვანი ქვეყნები, ყველასთვის არის ბრიტანეთი, ეს საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, სადაც განვითარებულია ეს ზოგადად არის რადიაციულ ონკოლოგიაში ორი მიმართულება, რომელსაც ევროპის რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაცია ESTRO და ამერიკის შეერთებული შტატების რადიაციულ ონკოლოგთა ასოციაცია ASTRO. აი ჩვენი გზამკვლევის სწორედ ეს ორი ასოციაცია და ამას უწყობს სწორება არის მათზე. ლაშასთან გადავალ შეკითხვით, ადაპტაციური სხიური თერაპია ახსენა ბესიკმა და უფრო რომ განგვიმარტოთ უფრო დეტალურად რა არის ეს რა პროცედურაა? მოგესალმებით პირველ რიგში. ადაპტაციური სხიური თერაპია თანამედროვე რადიოთერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ სიტყვაც გვეუბნება რაღაცასთან ადაპტირება გვჭირდება. ანუ ჩვენ უნდა შევარჩიოთ კონკრეტული მიდგომა და ამავდროულად სუსტად ორგანოების მდებარეობის მიხედვით ჩავატაროთ ის სწორი მკურნალობა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმართული სამიზნეარეების დასასხივებლად და ამავდროულად ჯანმრთელ ორგანოებს დაიცავს უფრო მეტი სიზუსტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის მკურნალობის ჩატარება ისეთი რეგიონების დასხივებისას, როგორიც არის თავშაც მუცლისღრუ და მცირე მენჯისარი. სადაც ორგანოები გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით გულისხმობთ, დიდი სიხშირით გადაადგილდებიან და იცვლიან ფორმას და მოცულობას. გულისხმობ გინეკოლოგიური ორგანოების დასხივებას, გულისხმობ შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის, პროსტატის სიმსივნეების მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ადაპტაციური სხიურ თერაპია თანამედროვე მედიცინაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პაციენტის ორგანოს მდებარეობიდან გამომდინარე შეგვიძლია მოვერგოთ ყოველდღიურ რეჟიმში ამა თუ იმ ორგანოს მდებარეობას და შესაბამისად მეტი სიზუსტით და ნაკლები ტოქსირობით ჩავატაროთ დასხივება. პროსტატის სიმსივნეზე საუბრობდით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც HDR ანუ რით განსხვავდება, ხო? მადლობთ ამ კითხვისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როდესაც დეპარტამენტს აქვს შესაძლებლობა განიხილოს ყველა მიმართულება პაციენტების მკურნალობის, როგორც HDR-ი, ასევე ადაპტიური. HDR-ი რას ნიშნავს? ეს არის მინიინვაზიური HDR ბრაქითერაპია, ეს არის მინიინვაზიური ჩარევა, როდესაც პროსტატის ჯირკვალში ხდება სპეციალური წვრილი კათეტერების შეყვანა და უშუალოდ პროსტატის ჯირკვლის ძალიან მაღალი დოზით დასხივება, ისე რომ მის გარშემო არსებულმა შარდის ბუშტმა, სწორმა ნაწლავმა, რომელიც ძალიან მჭიდრო კავშირშია ამ ორგანოსთან, მიიღოს მინიმალური დოზა და გარდა ამისა, რომ მინიმალური დოზა მიიღოს
მაქსიმალური ეფექტურობა დაავადების განკურნების ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლით. ეს მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდია, რომელიც უნიკალურია, რომელიც შევძელით და 2018 წლიდან ჩვენ დეპარტამენტში დავნერგეთ და ჯერჯერობით ამიერკავკასიაში პირველები ვართ HDR ბრაქითერაპიის პროსტატის მკურნალობის მიმართულებით. რა პროცენტულად რო გითხრათ აი ახლა მაყურებელი რომ უყურებს აი რამდენი 2018 წლიდან ამბობთ თქვენ ანუ მანამდე ამ რაღაც გარკვეული დიაგნოზებით ადამიანები სხვადასხვა კლინიკებში თუნდაც რომ თქვათ მიდიოდნენ ეს მომსახურება რა თქმა უნდა ვერ ექნებოდა თქო მართალია ამიტომ რაც ართულებდა მდგომარეობას დღეს რა პროცენტით შეიძლება და რა სტადიაზე შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანები რომლებიც მოგმართავენ დიაგნოზებით მადლობთ ეს პროსტატის ავტოიმუნური სიმსივნე უკვე ძალიან მართვადი და განკურნებადი დაავადება. დაწყებული ადრეული სტადიიდან დამთავრებული მაღალი რისკის ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოების ჩათვლით. ზუსტად ეს არის იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვარჩევთ კონკრეტულ მეთოდს მკურნალობისას და დაწყებითი სტადიის პროსტატის კიბოების განკურნების 90%-ზე მეტი შანსი არსებობს 10-15 წლის განმავლობაში პაციენტები თავისუფალი არიან დაავადებისგან. და თუ ჩვენ გავამახვილებთ იმაზე ყურადღებას, რომ პროსტატის დაავადებული პაციენტების, პროსტატის კიბოთ დაავადებული პაციენტების საშუალო ასაკი 65 წელს ზევით გახლავთ. ამ პაციენტებში 15-20 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი დაავადებისგან თავისუფალი პერიოდია დამეთანხმება. პრესო, თქვენ ბრძანეთ ასევე თავის ტვინის მრავლობითი მეტასტაზების დასხივება, ახალი მიდგომა და ბარემ აქვე დაგისვათ მეორე შეკითხვას და ერთად მიპასუხეთ, აი 5 სეანსში სარძევე ჯირკვლის კიბოს მკურნალობაც რას გულისხმობს და რას მოიცავს, აი ამ ორ შეკითხვაზე რომ მიპასუხოთ. კი ბატონო, დავიწყებ პირველი შეკითხვით, როგორც მოგეხსენებათ, არც თუ იშვიათია ონკოლოგიურ პაციენტებში დაავადების გავრცელება თავის ტვინში მრავლობითი მეტასტაზებით. და ეს არის ძალიან ისეთი სერიოზული დილემა რადიაციული ონკოლოგისთვის და საერთოდ ონკოლოგისთვის როგორ ებრძოლოს ამას. ჰაიპერარქ სისტემა ზუსტად ამისთვის არის შექმნილი, რომ ის საშუალებას გვაძლევს ჩვენ თავის ტვინში არსებული მრავლობითი მეტასტაზები დავასხივოთ ერთ სეანსში. ეს რას გვაძლევს? ანუ პირველი ეს არის პაციენტს არ ჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ეს არის არაინვაზიური მეთოდი, ეფექტით გება მალევე და პაციენტს აქვს საშუალება რომ მოკლე დროში დაუბრუნდეს თავის კლინიკურ ონკოლოგს ან მკურნალ ექიმს რომ გააგრძელოს სისტემური მკურნალობა. ჩვენ უკვე ჩვენს განყოფილებაში არაერთ ესეთ პაციენტს დავეხმარეთ და აი ამ მკურნალობის რთული ეტაპის დაძლევაში გვერდითი ეფექტების გარეშე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემა, იმიტომ რომ მსგავსი პაციენტები ადრე განწირული იყვნენ მხოლოდ პალიატიური ზრუნვისთვის. ეხლა უკვე ამ სისტემის საშუალებით მათ შანსი აქვთ, რომ ამ რთული მოცემულობიდან რაღაც გადავიდნენ მართვად კალაპოტში. რაც შეეხება 5 ფრაქციან სხიურ თერაპიას, როდესაც მაგალითად აი ქალბატონებს ჩატარებული აქვთ ოპერაცია და შემდეგ უწევთ სხიური თერაპია, ამ შემთხვევაში სელექტიურ პაციენტებს კონკრეტული მონაცემების მიხედვით ვისაც გარკვეული კრიტერიუმები აქვს, იმათ შეგვიძლია ჩვენ უმკურნალოთ 5 სეანსში და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? მაგალითად პაციენტები ხშირად დადიან რეგიონებიდან, ზოგჯერ არიან ქალბატონები აქტიური, რომელთაც არა აქვთ იმდენი დრო, რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიური ვიზიტები აკეთონ სხიური თერაპიის დეპარტამენტში. ამიტომ მათთვის ჩვენ ამ ესეთ ქალბატონებს თავაზობთ 5 სეანსში ამ სხიურ თერაპიას, რომელიც ეფექტურობით და უსაფრთხოებით არ განსხვავდება და ეს უკვე საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. დიახ, ალბათ ნასო მნიშვნელოვანი საკითხი, ხო? თქვენ აღნიშნეთ უნიკალური მეთოდი მკურნალობის, თუმცა ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია ეს ადამიანებისთვის, ასევე თქვით, რომ რეგიონებიდან ჩამოდიან, მოგმართავენ, ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია სერვისები? საბედნიეროდ ეს ეხა განსხვავებული სერვისები რაზეც მე დალაშავ ვისაუბრეთ, აბსოლუტურად ხელმისაწვდომია და 100%-ით უფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვით. და ნუ არ ვიცი ხა ეს კომბინაცია, როდესაც დაფინანსებაც არის და თან იღებ ესეთი მაღალი ხარისხის მკურნალობას, მე მგონი საუკეთესო ვარიანტია ესეთი პაციენტებისთვის, ვინც აი ამ მის წინაშე დგანან ამ ვერაგი დაავადებით. კი ბატონო, თქვენ რა ისიც აღნიშნეთ, რომ 13 თუ ბევრჯერ თუ უწევდა და 5-მდე დამწევდა ფინანსურადაც ალბათ ესეც არ განსხვავდება. ფინანსებში სხვაობა არ არის, იმიტომ რომ ხა ეს 5-იც მოითხოვს
გარკვეულ ცოდნას, გარკვეულ ტექნოლოგიების ქონას, განყოფილებისთვის ეს ესე მარტივი არ არის, რომ მე 5 გადავწყვიტე, 15 მინდა, 25 მინდა, ამას თავისებული ცოდნა ჭირდება, ტექნოლოგიური მხარდაჭერა ჭირდება, ამის განხორციელებას, რაც არ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი ეს მადლობა. რომ ფინანსდება სამწეთო და დიდი მადლობა ბესიკ სოკურაშვილი, ლაშა გოგინაშვილი იყვნენ ჩვენი სტუმრები, ხოლო მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებელი ეთოსი. რუბრიკას წარმოგიდგენთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებელი ეთოსი.